მოკლედ ეხა ერთი ვიდეო მინდა ჩავწერო ასევე. ნახეთ ალბათ გაგეცნებათ. მოკლედ ეს ჭიბუხი ხო იცი ჩემი სავინელის რა, ამის ყუნწი არის ეს. ამას კიდე აქვს მოკლე ყუნწი და ევრე 6 მმ-იანია და გადავაკეთე ამად რა. არის საუკეთესო მოსაწევია რა. მოკლედ ჭიბუხი არის, სადაც ფანტაზიები არ მთავრდება. შეგიძლიათ რაც გონებაში მოგივათ. გადაიტანოთ. ეხა ეს ეხა ამაში ვეწევი ბალსას ფილტრით ვეწევი. ხო და ზედა ნახშირის ფილტრით ვეწევი. ეხა იშვიათად ეხა ხო ვიდეო ჩავწერე ხო ბალსას ფილტრზე და მეთქი მოდი ბალსათი მოვწევეთ. აი ბალსას არ უყვარს ძირითადად აგრესიულად მოწევა. და მოწევა ნელ-ნელა და არ უნდა იჩქარო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ის მასში ან გემოს საერთოდ ვერ აკავებს ის რა, ან მხოლოდ ნესტს იწოვს, მეც ვერაფერს. და ეხლა ვეწევი ამაში ეს ძალიან ნესტიანი არ არის, ეს არის low country კუპერი არის. ეს რამდენიმე ნაზავია. ორიენტალია, ლატაკია და ვირჯინია. წითელი red ვირჯინია რა. ძალიან სასიამოვნო მოსაწევია. ზოგადად ძელი ყუნწით მოწევა. ყუნწით და აი ამ სტიმით მოწევა არის კარგი, იმიტომ რომ დიდი გზა უნდა გაიაროს კვამმა და შესაბამისად უფრო გრილი მოდის რა. თან მით უმეტეს თუ ნახშირის ფილტრით არ ეწევი, მით უმეტეს გრძელი არის საუკეთესო. საღლები ყავს სახში ამოყვანილი და თუ ხრინის ხმა გესმის და რაღაცა ხრუტუნის ხმა თუ გესმით, ჩემი ძაღლები არიან ძინავთ. მოკლედ ეს არის, რა ვიცი, ჩემი აზრით ძალიან კარგი ჭიბუხია რა. ერთადერთი ამის რაც არ მომწონს და ვეძებდი უფრო გრძელი სტიმი რო ქონოდა, იქნებოდა საუკეთესო. მაგრამ კიდევ ერთხელ აი გადავაკეთე. ესეც პირიქით ამოვატრიალე, რომ ვეწევი ხოლმე თან უყურებ და ესეც მომწონს. და იმიტოა კარგი, რომ რა რაოდენობითაც ჩადის თამბაქო, ხო? სავსებით საკმარისია ერთი მოწევისთვის. ჩვენ წინა ვიდეოებში ხო ვისაუბრეთ როგორ ვეწევით რა. ესე იგი გატარებით კვამს არ ჩავისუნთქავთ. ჭიბუხის მოწევას თავის სპეციფიკა აქვს. და მაგაზე ცალკე ვიდეო მაქვს გაკეთებული და შეგიძლიათ იმას უყუროთ. გაინტერესებთ. ეხლა ვიმზადები მე ერთ-ერთი გამოცდისთვის. ხო და სადაც არ უნდა ვიყო, წინა სააღდგომო დღეებია, ეხლა და სოფელში ვარ ჩასული. მშობლებთან და მეცადინეობ ხოლმე პარალელურად რა. და მეცადინეობებს შორის, როცა გადავიღლები, ასე ვთქვათ,
ჩიბუხი არის ძალიან კარგი საშუალება ჩემი აზრით. გარდა მაგისა ვფიქრობ, რომ ნიკოტინიც ასევე რაღაც ხრივ ეხმარება აი რელაქსის პროცესში რა. არ ვიცი, მაგალითად განსხვავებულია ესეც რა. მაგალითად ზოგ შემთხვევაში შეიძლება მოგადუნოს, ზოგ შემთხვევაში შეიძლება პირიქით გაგაქტიუროს. მე ორივე გამომეცდია, მაგალითად რაღაც ხრივ შეიძლება ყავასთან ერთად განსაკუთრებით უფრო გააქტიუროს მე მგონი. ყავის ეფექტი არ მგონია უფრო იყოს, იმიტომ რომ ყავის გარეშეც რომ მომიწევია, მაშინაც ასე ვთქვათ, უფრო ცოცხლად მიგზვნია თავი. თუმცა რაღაც მომენტებში შეიძლება უფრო რაღაცა ის მოდუნება, ასე ვთქვათ, არა, მაგრამ უფრო იგრძნო, უფრო დასვენება რა, დასვენების პროცესი უფრო იგრძნო. თავისი გაკეთებით, მერე მოკიდებით და ასე შემდეგ. სასიამოვნოა ძალიან. და ვიცი, უნდა გამოცადო აუცილებლად ჩემი აზრით. ანუ არანაირად არ გიბიძგებთ რაღაცნაირად, ანუ ვარ ფიქრობდე რომ არ არის ასე ვთქვათ, უფრო მეტად კარგის მომტანი ვიდრე ცუდის მომტანი. ხო, არანაირად არ გაუკეთებდი ასე ვთქვათ ესეთ პროპაგანდას თუ რაღაც გინდა დაარქვით რეკლამას თუ რაღაც გინდა დაარქვით, მაგრამ ვფიქრობ რომ თუ დაამოღამებთ აი ძალიან კარგი იქნება რა, დაგეხმარებათ. იმიტომ რომ დღესდღეობით ცხოვრება ისეთ დატვირთულია და ისეთი აქტიურია, რომ რაღაც მომენტში თქვენს თავთან მარტო ყოფნა და რელაქსი იმ ამ ენერგიების ასე ვთქვათ აღდგენას შეუწყობს ხელს. წარმატებებია. გისურვებთ სიმშვიდეს და ჯანმრთელობას და ფსიქოლოგიურ სიძლიერს.